ეს ჩემი სტუმარია ეკა ჩავლეიშვილი. გამარჯობა ბექამ. ეთერო! მსახიობი რომ ითხრა, ერთი, რომლის ფილმების და რომლის შემოქმედებაც ყველაზე მეტად გიყვარს და მოგწონს. არ ვიცი. ასე ერთი ძნელი სათქმელია, ხან ვინ მომწონს. ხოაკინ ფენიქსი მომწონს. ინგრიდ ბერგმანი მომწონს. ჩარლი ჩაპლინიც მომწონს თუ არ მის ხასიათზე. მაშინ თუ შეგიძლია ჩვენს მაყურებელს ურჩიო რამდენიმე განსაკუთრებული ფილმი, რომელიც შენთვის არის რაღაცნაირად ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ძალიან მომწონს ინგრიდ ბერგმანის შესრულებით ფილმი შემოდგომის სონატა. საერთოდ ინგრიდ ბერგმანი მომწონს ძალიან, მაგრამ ცოტა სკლეროზი მაქვს. ყველაფერი ნანახი მაქვს, ოღონდ არაფრის სახელები არ მახსოვს. ძალიან მომეწონა სანდრა ჰიულერი ფილმში ინტერესის ზონა. არა, ინტერესის ზონაში, აბა მეორეს რა ქვია? მეორეს ქვია დაცემის ანატომია. ხო, დაცემის ანატომია ფილმი ძალიან არ მომეწონა. ოღონდ იქ მივხვდი, რომ ეს იყო გენიალური მსახიობი და შემდეგ მოვქეკე ინტერნეტში და ნახე ინტერესთა ზონა და გამოვშტერდი ისე მომეწონა. სანდრა ნამდვილად არის ნიჭიერი მსახიობი და აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ ეკა ჩავლეიშვილი გახდა პირველი ქართველი მსახიობი ქალი, რომელიც ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში და ეკას მოუგო სწორედ სანდრა ჰიულერმა. ხო და ამიტომაც მომეწონა, რომ უნდა მოეგო, ძალიან კარგი იყო. მაინტერესებს აი დღეს თუ არის რომელიმე მსახიობი ერთი ქალი, ოღონდ რომელთან ერთადაც სიამოვნებით ითამაშებდი და აი ძალიან გინდა რომ იყოს შენი პარტნიორი რომელიმე ფილმში ან სერიალში. სოფლიო მასშტაბი? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ სოფლიო დონის მსახიობი ხარ. ვინ მოგატყუა ეგეთი რამე? ძალიან ბევრ ქართველ მსახიობთან. ჯერ იმიტომ რომ ჯერ სვანეთი უნდა ნახო და მერე უნდა ნახო პარიზი და მე სვანეთიც არ მაქვს ნანახი. ამიტომ ჯერ ჩემ ქართველებთან მინდა, ჩემ ნიჭიერ ქართველებთან ერთად მინდა თამაში. თუ უყურებ ზოგადად სერიალებს და თუ მოგწონს რომელიმე? არ უყურებ სერიალებს, ნერვებს მიშლის სერიალები, მაგრამ ქართულ სერიალებს უყურებ, იმიტომ რომ როდა მიძახონ უცებ სერიალში ვიცოდე რა ხდება. ძალიან მომეწონა ცვალებადი ნიშნები და რატომ მომეწონა. მეც ამასაკის ბავშვები მყავს და რაღაცები არ მესმოდა ჯერ ერთი ინგლისური არ ვიცი სულ რაღაც სიტყვებს ლაპარაკობენ, რასაც ვერ ვგებულობდი და ამ სერიალის ნახვის შემდეგ უფრო კარგად გაუგე ჩემ შვილებს და ხვდები უკვე რაზეც ლაპარაკობენ, ვერ გამომაპარებენ ვერაფერს. მშვიდობა და ეკა, ძალიან დიდი მადლობა ეკა, ძალიან დიდი მადლობა. აი როგორ უფლებმა დამასხა იცი და ნაპატია რომ ამ დღეს ჩაგაგდე და ძალიან დიდი მადლობა. არგეთ, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. მე ვაიმე გაჩერდი ეს. და